ჩემგან ხელმარჯვენით თქვენ ხედავთ ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ, ამ ვიდეოს ჩაწერიდან უკვე 1 დღის წინ, არასრულ 24 საათში, იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციის ძალების დელტას მიერ შეპყრობილი ვენესუელას დედაქალაქ კარაკასში და პირდაპირ რეისით ამერიკის შეერთებული შტატებში, სადაც ის სისხლის სამართლის დანაშაულით უნდა წარსდგეს და აგოს პასუხი იმაზე, რომ ამდენი ნავთობი რო აქვს დაახლოებით 303-დან 305 მილიარდ ბარელამდე ვენესუელას რატო არ იხდის კონტრიბუციას შეერთებული შტატების შიბეში. მოკლედ მეგობრებო, ბედობა დღე მადუროს ძალიან ცუდად გაუთენდა, იმიტომ რომ ამერიკამ განახორციელა პირდაპირ საჰაერო შეტევა კარაკასში გამთენიისას ჩვენი დროით, როდესაც სამიდგებოდა და შეიპყრეს ნიკოლას მადურო თავის მეუღლესთან ერთად, რომლის შესახებ დაახლოებით 10 საათის განმავლობაში არაფერი არ ვიცოდით, შემდგომ უცებ თეთრი ნასკევითა და ჩუსტებით გამოჩნდა შეერთებული შტატების მიწაზე. რამდენადაც მე ვიცი ფლორიდაში შეიყვანეს, სადაც ტრამპი, იმით რა ქვია, საკუთარი კაბინეტში, ასევე ომის მინისტრი, ერთად აკვირდებოდნენ ამ პროცესს. ეხლა ამით მთელი მსოფლიო არის უკვე საინფორმაციო ვნებათა ხელვაში, იმიტომ რომ მადურო თუ ჩამოაგდესო, აგერ ზელენსკი გამოვიდა და თქვა, ეხა პუტინი შერიაო, მერე აქ ქართველი შიგევროპელები აჩანჩალდნენ და რაღაც სისულელებს ბოდავდნენ, მოკლედ ეხა მადუროს დაჭერამ გამოიწვია ბევრი კონტრავერსია მსოფლიოში და ყველას მითი უნდა დავანგრიოთ, იმიტომ რომ ბევრს გონია, რომ ეხა დიქტატორებს ამერიკა იმიტომ ანგრევს, რომ თითქოს დიქტატორებისა და ან იმ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის ბედი რეალურად ადარდებს სინამდვილეში ერთადერთი ძალიან საღი აზრი არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ვენესუელას ნავთობი არის უზარმაზარი, რომლის ნაციონალიზაცია ჯერ კიდევ უგო ჩავესმა მოახდინა თავის საპრეზიდენტო ვადაში და შემდგომ, როდესაც მადურომ გადაიბირა ეს ყველაფერი, ვერადავერ ჩამოაგდეს და უძლებულები იყვნენ ბოლოს უკვე თავისი ხელით ჩამოეგდოთ. ეხლა მოდი გავყვეთ ყველაფერს დეტალურად, მანამდე დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ხალხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი ეხლა განახებთ აი დეტალურად რა მოხდა. აი ყველაფერს ეხლა ეს იყო ტრამპის ოფიციალური პირველი, ესე ვთქვათ, სიახლე მადურო და მისი მეუღლე შეიპყარი და ქვეყნიდან გავაცევეთ. ეხლა რა ხდება რამოდენიმე ხანში მე ყველაფერს განახებთ. აი რესპუბლიკელის სენატორი, ესა ძალიან საინტერესო. მადურო აშშ-ში სისხლის სამართლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგება. ანუ გარკვეულ ნიურნბერგის პროცესს მოუწყობენ იქ რა. როგორ ბედავდიო, რომ ეხლა ვენესუელელი ხალხი მონობაში ყავდაო, შიმშილში ყავდაო და ამხელა ნავთობიო შენ ჯიბეში მიქონდაო რა. ხო, მოდი გავაქცელოთ ეხლა. ძალიან საინტერესო რაღაცები გელით. ტრამპი ვენესუელის ნავთობზე. ეხლა ეს იყო მარ-ა-ლაგოში, როდესაც ჩატარდა პირველი პრესკონფერენცია, ეს იყო ამერიკის დროით დილის 12 საათი, როდესაც სპეცოპერაცია დელტამ იდეალურად შეასრულა. ეხლა ამერიკა ისეთ ქვეყნებთან აწარმოებს სამხედრო ოპერაციებს, სადაც არის ცალკარა. ანუ ჩვეულებრივი ცალკარა, მაგალითად ისრაელი თამაშობს ცალკარას. ისრაელი ეომება ღაზას, ეს არის ცალკარა. აი წარმოიდგინეთ ხა 11 მოთამაშე მოედანზე, ერთი მეკარე და სხვადასხვა კომბინაციებით ყოველწუთას როგორ უტანენ გოლს. ნუ ეს ისრაელს, ამერიკას და დიდ სახელმწიფოებს, აი დიდ სახელმწიფოებს, გავლენიან სახელმწიფოებს ახასიათებდა ესეთი რამე. ზუსტად იგივენაირი სპეცოპერაცია იყო დაახლოებით 3 საათში შესრულებული. ჩვენ დიდი რაოდენობით ნავთობს მივყიდით სხვა ქვეყნებს. ამას ამბობს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სუვერენული ქვეყნის ბუნებრივ რესურსზე. ანუ განა ის თქვა, რომ ეხლა ტეხასში მოპოვებული ნავთობს გავყიდით, მაგრამ ნიუ-მექსიკოში, ან ალიასკაზე არა, ვენესუელის ნავთობს გავყიდით. და ეხლა ამის ფონზე რომ ქართველი მემარცხენეები გამოდიან და იმას ამბობენ, აი ხა კოცებო, თქვენი დღე დათვლილია. ნახეთ ამერიკამ გაანთავისუფლა ვენესუელა და იქ უკვე დემოკრატია დამყარდა. ანუ იმდენად დებილები არიან. ჯერ ასადი რო ჩამოაგდეს, ისე გონათ რომ აქ პროცესები გამოიწვევდა დომინოს პრინციპს. მერე პლუს ამას დამატებული ნეპალში მომხდარი რევოლუცია ამობედურებს ეგონათ რომ პატა ბურჭულაძე იქნებოდა რეინკარნირებული ისა რა ქვია ჩე გევარა კოზინას არ შეავარდა. ეხა ზელენსკი გამოვიდა და ის ამბობს ეხა პუტინის დროა. ეხა შიგევროპელები გამოდიანო, ეხა კოცების დრო არისო. და ამ გოიმებს, ანუ სერიოზულად ჯერათ რომ ამერიკა ეხა იმიტომ აკეთებს დიქტატორებს ქვეყნებიდან რომ ვენესუელელი ან ნებისმიერი ხალხი ადარდებს დედამიწის ზურგზე? აი ესეთი გოიმები სადამდეც იქნებიან, ანუ მაგამდე ძალიან მარტივი იქნება პოლიტიკის თამაში. ან ძალიან მარტივად გაგორდება კოჭი და ესენი ყოველთვის შეჭამენ. ამიტომ ამ ზღაპრები და ილუზიებით ცხოვრებას გააგრძელებენ, ხო კიდევ უფრო დიდხანს იქნებიან წუმპეში. აი მის თქმა შემილია მე ამ ეტაპს. აი ხა გამოვიდა
პიტ ჰექსეთი, ეს არის ომის მინისტრი, ეს თავდაცვის მინისტრი აღარა, ამერიკამ შემოიტანა ახალ ტერმინს, არის ომის მინისტრი პირდაპირ და სხვათა შორის ძალიან სიმბოლურია, იმიტომ რომ პირდაპირ თქვა ტრამპმა რა აღარ არის საჭირო აქ უკვე იმებზე თავდაცვა ამერიკას არა აქვს, ამერიკას აქვს თავდაცვა. ეს ეხლა კი არ დაიწყო ვენესუელაში. 99 წელს დომინიკის რესპუბლიკა, მაგალითად მაგამდე სამხრეთ ამერიკაში ლათინური ამერიკული რევოლუციები რო ხდებოდა, ეკონომიკური მკვლელები, კოლუმბია მაგალითად, კუბა, სამხრეთ ამერიკა არის, როგორ ვთქვა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩაძირული კონტინენტი. მათი რესურსები, მათი კარტელები, მათი მაგალითად პაბლო ესკობარი პირდაპირ თანამშრომლობდა სენატორებთან, ეს ხო ჩვენ ვიცით რეალურად, არა მე როგორ ფასებზე რო ვერ შეთანხმდნენ, მაგის გამო გააგორეს სინამდვილეში. ეხლა რასაუბრობს პიტ ჰექსეთი. ჯერ ხო CBC-ის წამყვარი CBC პირველ Deep State-ის ის არის, რა ქვია, ტელეკომპანია და ტრამპა თქვა, რომ ASHS მართავს ვენესუელას. ეს ნიშნავს, რომ ვენესუელაში ქუჩის კუთხეებში ამერიკელები იქნებიან, ეს კითხვასობს CBC ჟურნალისტი. ეხლა რას პასუხობს ომის მინისტრი? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაწესებთ პირობებს, ტრამპი ადგენს პირობებს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განწახებული ნავთობი ბრუნდება. აი ვენესუელამ რომელი ნავთობი წაიღო ამერიკი და მართლა. ეხლა მადურო საქმე არ ვიცავ. ანუ მადურო რა დებილიც იყო, ეს ცხადი იყო, ხო? მაგასთან შედარებით ხა უგო ჩავესი, ბევრად უფრო ქარიზმატული, ბევრად უფრო დამაჯერებელი და ბევრად უფრო ძლიერი ლიდერი იყო, პირდაპირ შემიძლია ეს თქვა. სანამ 2013 წელს სიმსივნით გარდაიცვლებოდა. ეგეც თეორია, რომ ამერიკელებმა მოწამლეს და მოკლეს. ეგეც თეორია არის. ხო, ეხლა უყურეთ, უგო ჩავესი გაცილები დამაჯერებელი იყო და უგო ჩავესიდან დაიწყო სახელმწიფო ნავთობის პრივატიზაცია, ანუ პრივატიზაცია არა, ნაციონალიზაცია. ანუ ნავთობი, რომელიც იყო კერძო კომპანიებში, მაგალითად ეგ პრობლემები იყო ახლო აღმოსავლეთში, ერაყი, ირანი, როდესაც ამერიკამ უდაბნოს ქარიშხალდეგერი მოაწვა, ხო? მაშინ რო ახლო აღმოსავლეთის დიქტატორებს რო ებრძოდა. მაშინ იყო British Oil იქ შესული, ეს იყო ბრიტანული კომპანია. და მეორე იყო სახელი დამოიწვა, ეგეც ამერიკული კომპანია, რომელიც ამუშავებდა, ანუ oil rig-ები ქონდა დადგმული ახლო აღმოსავლეთში. იყო გარკვეული, მაგალითად სადამ ჰუსეინთან იყო გარკვეული შეთანხმებები იმაზე, რომ ეს ნავთობი ნაწილი მიდიოდა ამერიკაში და საზღვარგარეთ, ნაწილი ხმარდებოდა ქვეყანას, ხო? და მე ამაში ვერ შეთანხმდა, იმიტომ რომ ამათმა დაიწყეს, რომ რატო უნდა მიდიოდეს სადღაც ესე თქო უფასოდ, როდესაც შემილია, რომ მაგალითად ეს ნავთობი მე თვითონ გამოვიყენო, ხო? ან მე დავადგინო ამის ფასები, რა არის მაგალითად 1 ბარელის ფასი, ანუ მე ხო შემილია ეს ყველაფერი? არა, შენ არ შეგიძლია. იმიტომ რომ ეს ამერიკამ უნდა გადაგიწყვიტოს შენ, რა იქნება შენი ბარელის ფასი. სად გაგზავნი მაგ ნავთობს და როგორც ახლა დემოკრატიის შუქურა აქაც რა მოხდა ვენესუელაში ვერ მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, იმიტომ რომ ვენესუელის ოპოზიციონერები ისეთივე იმბეცილები არიან როგორც საქართველოში ოპოზიციონერები, არაფერი განსხვავება არ არის მათ შორის. უბრალოდ ის განსხვავება ის არის, რომ ხელისუფლებაში ვინებიც არიან, ისინი იმბეცილები იყვნენ, უბრალოდ შედარებით ოდნავ უკეთესები იყვნენ ვენესუელაში, უგო ისა რა ქვია, მადუროს ხელისუფლება ოდნავ უკეთესი ოპოზიციაზე, იმიტომ რომ ტრამპმა თქვა, რომ მე კი შემილიაო, რომ ის როდრიგესი დავნიშნო პრეზიდენტად, მაგრამ არა პოპულარული ლიდერიაო და არ გამოდგებაო მაგ საქმისთვის. ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლი გადაწყვეტავს, ვინ იქნება პრეზიდენტი, ანუ მათ მარიონეტს დასვენ. ეს ბუნებრივია, ხო? ეღორეთ მე ჩემთვის რა არის უსამართლობა. ანუ რატო უნდა კონდეს რომელიმე ქვეყანას იმის უფლება, რომელიც მე სამართალზე, საერთაშორისო კანონმდებლობებზე, გაეროს პეტიციებზე, ბოლივიის პროცესებზე და რავი, რამდენხელა რაღაცები არსებობს, ხო? რომ რა არის სამართლიანი იმაში, როდესაც ერთი ქვეყანა მეორე ქვეყანას ახორციელებს და მის მთავრობაზე ახორციელებს, ესე ვთქვათ, ოპერაციულ დარტყმას, ხელთ იპყრობს მის პრეზიდენტს, რაც არ უნდა ცუდი იყოს, კიდევ მე მადუროს არ ვიცავ, მადურო ვინც არის, ძალიან კარგად ვიცი მე. და როგორც აქცეოდა ხალხს. მაგრამ რა უფლება აქვს ის, რომ ამერიკა ერევა სხვა ქვეყნის სუვერენიტეტში? ანუ მართლა მაინტერესებს. და თუ ამერიკა ერევა ვენესუელის ინტერესებში, რუსეთიც ერევა უკრაინაში მაგალითად და რუსეთი ჩაერევა კიდევ ბევრი ქვეყნის შიდა საქმეებში. ანუ მაშინ რუსეთს რაღაცა შეიძლება გაუტრაკო შენ იმაზე, რომ შენ არასამართლიანად იქცევი, რატო შეხვედი უკრაინაში? აბსურდია უბრალოდ, გაიგეთ? მაშინ დავაწეროთ მაგალითად საერთაშორისო სამართალს ესეთი ქვეტექსტი მივაწეროთ. ვინც ტრაკიანია, მხოლოდ მასზე არ მუშაობს ეს სამართალი. დანარჩენ ვინც უტრაკოები ხართ, დანარჩენს ყველას ეხება ეს სამართალი. ანუ მარტივი გასაგები იქნება უკვე და გავიგებთ. მაგალითად ტრაკიან სახელმწიფოებს შევლენ ამერიკა, ისრაელი, ჩინეთი, რუსეთი. უტრაკოებში დანარჩენი ვინების დარჩე 250-ზე მეტი ქვეყანა. აი პირდაპირ გავყოთ, ლისტი ჩამოვწეროთ, აქ ტრაკიანები, უტრაკოები მარტივია ყველაფერი. ანუ არ მისმის უბრალოდ. მართლა აი და უფრო უარესი ხა სიგიჟე მინდა განახოთ რა აგერ აი გერცმაო ეხა უყურე ტრამპის ოფიციალური X-ზე
რაზი truth-ზე მის სოციალურ ქსელში, აი ეს მინდა კარგად ნახოთ ხა თქვენ. აი, ოფიციალურ იმაზე გამოაქვეყნა ედიტი. ტიპი ეკაიფება მსოფლიოს. ანუ ედიტი გამოაქვეყნა, სადაც მადურო ემუქრება ამერიკას და ბოლოს ამერიკელები როგორ ბომბავენ კარაკასს, ანუ ვენესუელას დედაქალაქს. აი, უყუროთ, მოდი, აი დასკრ თქვენთვის მომენტი. Aquí lo espera en Miraflores. No se tarde en llegar, cobarde. I just got 3 things to say. God bless our troops. God bless America. And gentlemen, start. არწივი როგორც მშვიდობისა და დემოკრატიის დამყარების და ანუ ეს ყველაფერი ოფიციალურად, ანუ ვიღაცამ კი არ გააკეთა, ფარმა კი არ გააკეთა ხალხო. ანუ ტრამპის თეთრი სახლის ოფიციალურ გვერდზე, ტრამპის პირად ანგარიშზე დაიდო ვიდეო ედიტი. აი მარტივი მაგალითი შედარება რომ მოვიყო, ეხლა მე რო ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელი მე მემუქრებოდეს. მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და უცებ ოპერაცია რო ჩავატარებინო მაგალითად ჩვენს იმას რა ქვია სამართალდამცავებს რო ავიყვანო ის და ჩემს ინსტაგრამზე რო ედიტი დავდო, როგორ მემუქრება და მე როგორ ბომბავ მის ქალაქს და მის სამთავრობო რეზიდენციას. ანუ უბრალოდ არა ეს ხო სიგიჟეა და ეს ნახეთ ხა უყურე სააკაშვილი გამოვიდა და ვენესუელელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა ლათინურ ენაზე. brainwashing-ია. Normales. El mundo son solidario con el pueblo venezolano. Mientras estoy en prisión, no puedo evitar emocionalmente a ver la lucha que está libre. არა პრიკოლი ხეთ აკვირდით ხა. აი ამ სულ ეს ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა. სააკაშვილი ეროვნებით უკრაინელი. უკან ევროკავშირის დროშა. ზელენსკის პატარა მინიატურული სურათი აქვს ჩამოკიდებული, ისე გეგონება სტალინი იყოს, ან გიტლერი არ ვიცი. და ანუ ხო ხა მიშასგან ხა აღარაფერი გვიკვირს ხა რა უნდა თქოს რა, მაგრამ აი უბრალოდ მოისმინეთ. და როგორ არის თანხმებით ამას? Son un ejemplo de coraje. Creen en la libertad, quieren su libertad. No dejarán que un dictador maníaco se la arrebate. La libertad es lo único que podemos dejar a las próximas generaciones. არ ვიცი, ეს არის კინო. აბსოლუტ სინემა. რა შუაშია სააკაშვილი ან ვენესუელასთან? ან უკან ევროკავშირთან? ან უკვე ზელენსკისთან? ან ტიპის რეიტინგი არის დაცემული ფსკერს დაბლა. აი უცნაურ ამბებში რო არის ქვედა სამყაროს რო ეძახე, მაგის დაბლა სადღაც მესამე ქვესამყაროში. და ეხა ამას მართლა ჯერა ეხა რომ ეს მიმართვა ვენესუელელი ხალხის და დიდ ეკრანზე ჩართა მე კარაკასში და ტრამპმა დაიჭირა ეს მადურო და ამ დროს სააკაშვილი მხსნელი ვენესუელაში დიდ ეკრანზე ჩართავენ, აი ბუმბოქსებს დადგავენ და მიშა მიმართა ციხიდან. აი უბრალოდ ზოგჯერ ეს არის როგორ ვთქვა, აი დიდები შეპყრობილი ადამიანების სცენი ზოგადად რა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაძდებთ აი ის მაგალითად ფაქტი, აი ის მაგალითად ის განცდა, რომ ისინი არიან მართლა გამორჩეულები რა. ანუ მართლა მთელი ცხოვრება დაძდებთ. აი სააკაშვილსაც ეგ ისა მანიაკალური და შიზოფრენიკული თვისებები აქვს, განდიდების მანია. ის რომ მაგალითად როგორც ბავშვები აი ისეთები ხდებიან, ანუ ძალიან მიამიტები და ისეთ სისულელებს იჯერებენ, ნუ წარმოუდგენელია. და ყველაფერი ჯერ არასაც ლაპარაკობს, ანუ დღემდე ჯერ არა პოლიტპატიმარია, დღემდე ჯერ არა უსამართლოზის ციხეში. და ეხლა ამის ფონზე წარმოიდგინე, რამხელა ირონია, რომ მადუროს მიეუნება, რომ მადურო შენ ხარო დიქტატორიო, საკუთარ ხალხს აწამებდი და იმაშებო და ამას ამბობს სააკაშვილი ვენესუელურ ლათინურ ენაზე. და ჯერა რომ ეს სიტყვა მიაღწევს მაქამდე. და თან პაჰოდო მარალაგოში ტრამპიც მოისმენს და ომის მინისტრიც მარკო რუბიოც და ჯეიდი ვენსიც და სო. უბრალოდ სიგიჟეა. ანუ სერიოზულად ამბობ. ანუ ამ დონეზე რანაირად უნდა ქონდეს ადამიანის გაჭედილი არ მისმის. ეხლა რა ხდება რეალურად? მოდი შეჯამება გავუკეთოთ ამ ყველაფერს. ძალიან მწირე ინფორმაცია მოგვცეს რეალურად, ხო? თენდებოდა ბედობა დღე, დაიჭირეს მადურო, გამოსამართლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბრალეულობა მას მიუძღვის უამრავს მოუძებნიან. ეს ერთგვარი უპრეცედენტო რამეა, ანუ ამერიკა როგორც აიხმან ისრაელმა რო გაასამართლა, როგორც ომის დამნაშავე, ასევე ნიურნბერგის პროცესზე როგორც ფაშისტები გაასამართლეს.
როგორც გაასამართლეს სადამ ჰუსეინი მაგალითად, ხო? ამერიკელებმა ისევე გაასამართლება. At least იმაზე მაინც უნდა იყოს ბედნიერი, რომ არ გააგორეს მადურო. ეს რაღაცა ალბათ ამერიკამ მეთოდები დახვეწა ჰუმანური. რომ შეელოთ ეხა მაგალითად კარეკაში აიფეთქებინათ პირდაპირ. მაგრამ ალბათ მიხვდა ტრამპი, რომ მადურო რო აიფეთქებინათ, უფრო დიდი ვნებათა ხელმოწყებოდა ვენესუელადან რა. და ეს ხელოვნურად შექმნილი იცით რა არის? როდესაც მუამარ კადაფი გადააგდეს ლიბიის დიქტატორი, რომელიც დაფინანსებული იყო საფრანგეთის მიერ ოფიციალურად, ხო? იმიტომ რომ სარკოსს ახლა ბრალი წაუყენეს იმაზე, რომ სარკოსს აფინანსებდა ის რა ქვია ეს დიქტატორი და ამ დროს იმათმა რა გაუკეთეს, რომ შეუქმნეს ოპოზიცია დაუფინანსეს და ჩამოაგდეს ეს კადაფი. და ბოლოს ისე მოხდა, რომ კადაფზე ბევრად უარესი მოვიდა. და ბევრად უარეს დღეშია დღეს ლიბია, ვიდრე კადაფის დროს იყო. რა ხდება ეს ძალიან ბუნებრივად ქმნიან ამ პროცესებს. მაგალითად, და შევიყარი შენი ლიდერი, ხო? ამ დროს მე უკვე სიტყვა დასველებული მაქვს ქვეყანაში, ოპოზიცია ყავს ასევე გარკვეული NGO-ები ქვეყანაში, ეგრეთ წოდებული განმანთავისუფლებელი ძალები, ესე რომ ვთქვათ. მიჭირავს ამით გარკვეული ესე ვთქვათ, რა ვთქვი, 15-20% თვითონ ვენესუელელი მოქალაქეების, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსვლებით აღნიშნავენ მადუროს დიქტატორის დაცემას. და ამას გადასცემს მე მთელი დასავლური მედია და ამბობენ, რომ ვენესუელელი ხალხი არის ბედნიერი, რომ მადურო არის შეპყრობილი. და დანარჩენი შენ 80% არ იცი ეგ ინფორმაცია, რა ხდება და რას გრძნობს ის ვენესუელელი. იმას აკეთებდა BBC და CBS საქართველოში მაგალითად. შიგ ევროპელები ქუჩაში რო ეყანენ მაგალითად და ძირს ბიზინაო რო გაიყვიროდნენ, ეგონა მთელ დასავლეთს რომ ქუჩაში ვინებიც აქ იდგნენ, ანუ ყველას მთელ საქართველოს უნდოდა სიტყვაზე ხოცები ჩამოგდება. და გაირკვა ისე რომ არჩევნები რომ მოხდა და 51%-ზე მეტი რო აიღეს ამათმა და სამხილების კი ვერ მიიტანეს სესკოში რო არჩევნები იყო გაყალბებული. მერე ეს კოუზი ნესარში იმიტომ ჩაუვარდათ, რომ არაბუნებრივი იყო ეს ბნება და ღელვა და ეს აქციები ქუჩაში. ამიტომ ეს ხელწერა არის ყოველთვის იგივე რა. ამას აკეთებენ დასავლური მედიები ძალიან მაგრამ. გააჯერებენ ყველას, ვენესუელელი ხალხი ქუჩაში დგას, იბრძვის დამოუკიდებლობის, ირანში შეიძლება ტყუილი, არ ვიცი. გამოვიდა აგერ სულიერი ლიდერი აიათოლა დღეს დილით წავიკითხე და თქვა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. ეს ბუნებრივი იმიტომ არის, რომ აიათოლა ხომეინი და ზოგადად ეგ რევოლუცია 69 იმაში რომ მოხდა და შახი რო ჩამოაგდეს, მათ შიიტი მუსლიმების ერთიანობა რო არა, ეგ რევოლუცია არც მოხდებოდა. ანუ იქ ირანელ ხალხს უნდა რომ შახი ის ყავთ, რა ქვია, სულიერი ლიდერი. ბოლოდ ესენი გიხატავენ ეგრე, გაიგე, რომ ქალაქეებმა დაანგრიეს, გადაწვეს ის. საქართველოში ეს ვერ მოხდა, იმიტომ რომ ეს იყო არაბუნებრივი საერთოდ. და მადურო უბრალოდ დებილი იყო, უბრალოდ დებილი მართველია. უზარმაზარი ნავთობი ქონა, შეიძლება უფრო ძლიერი ჯარი ყოლო და უფრო ძლიერი, წარმოგიდგენთ 303-დან 320 მილიონ ბარელამდე ნავთობი, როდესაც გაქვთ არეზერვებული. და ამ დროს არანაირი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ნებდები. ანუ სულელი ხარ უბრალოდ. და ვისაც გონია ეხა რომ მადურო, ასადი და კადაფები და ეგენი ამჟამად საქართველოში ყავს, რომელიც ამერიკამ უნდა ჩამოაგდოს, მაგ ოცნებები თქვენი ცხოვრით. მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, ახალი კინო გამოვა შემდეგ 2028 წელს, 2032-ში, 36-ში, 40-ში და თქვენი იდიოტობით ყოველთვის გადასცემთ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას. იმიტომ რომ უბრალოდ ოპოზიცია არ ყოფს ქვეყანაში. და პლუს დამატებული ამას ამჟამად. პლუს, რაც ოფიციალურ სამართლებრივ დონეზეც არის, ანუ რასაც მაგალითად CSKO, რომელიც არის საარჩევნო მთავარი, ესე ვთქვათ, შტაბი ქვეყანაში, რომელიც სამართლებრივად ჩამოსულები იყო, FIDEAS იყო მაგალითად ევროპარლამენტარი ჩამოსული. არჩევნები, როდესაც მოიგეს კოცებმა, გააყალბეს რო ამბობდით, მტკიცებულებები ვერ წარადგინეს, გინა ბოლივიის პროცესზეც გაგზავნეს, ბებია ჩემის ბებიასთანაც გაგზავნეს. ყველგან არანაირი გაყალბება აქ არ იყო. ქართველმა ხალხმა უბრალოდ აირჩია უცნება. ეხა მე მესმის რომ ამის დაჯერება უჭირთ 500 ჰაჰაჰაზე გაზდილ ლიბერასტებს, მაგრამ მოუწევთ რომ დაიჯერონ. იმიტომ რომ რამდენიც ამ ზღაპრებით გააგრძელებენ ცხოვრებას, ჩვენ კი არ ჩამოვაგდებენ ესე. თვითონ ამ ქვეყანაშივე ჩამოვაგდებთ ესე, როგორც მადუროა ეხა შეპყრობილი. ბევრი მადუროზის ეხა ქართულ ციხეში ოპოზიციონერი. რსულელები არიან უბრალოდ. და იმ ილუზიებში ინგრებიან და გონიათ რომ ხა მოვა იმას ჩამოაგდებენ ეს შეიცვლება ასადი გაიქცა იქიდან რა მე რა ასადი რო გაიქცა ანუ ასადს კადაფის
მადუროს და მაგათ ივანიშვილს ატარებთ, ანუ სერიოზულად ვამბობ ამ ყველაფერს. გინდა ჭკუით, გინდა ლავირებით, გინდა დამოკიდებულებით, გინდა დემოკრატიულობის ინდექსით, გინდა ეკონომიკური განვითარებით. ანუ რა საერთაშორისო, რაც ChatGPT ეგეც რომ მაგას ლაპარაკობს. ანუ განა რაღაც ხაპარია და ეს, რაც ფაქტია. ამ დებილებს მართლა ჩერათ ეს. ეხა მე ისეთი რაღაცები ვიკითხე ეხა სანამ ამ ვიდეოს შევწერდი, იმიტომ რომ მაინტერესებდა. ამათ მართლა ჯერათ ეგ ყველაფრის. და მე კიდევ ერთხელ სანამ ეს დაიჭერებ ამ ყველაფრის, ყოველთვის იქნება პოლიტიკური ეშაფოთზე. ყოველთვის შემოგახჩობენ, უბრალოდ ეს არის უბედურება. ამიტომ პოლიტიკური კრიზისი ეს არის, რავი, თითიდან გამოწვეული. საქართველოს არის ძალიან დალაგებული ეხა და ძალიან ნორმალური გზით ვითარდება. და ვისაც მადუროსავი ჩამოგდება უნდა და გადატრიალება რამე უნდა, აი, საკუთარ ლოგინში დაწონენ. აი დაწონენ და როგორც ცხონებულმა შევარდნაძემ თქვა, გადატრიალდნენ საკუთარ ლოგინში. და თუ იქ გადატრიალება არ ეყოფათ, კიდე ბევრი ციხეა შენება საქართველოში და იქ გადატრიალდებიან მერე. ხო, ეს არის ამ ყველაფრის შეჯამება, მეტი ამაზე ხა რა დასკვრა შეიძლება გავაკეთოთ, ეს არის რა თქმა უნდა დადგმული ყველაფერი, ამერიკა იმიტომ შეიჭრა ვენესუელაში, რომ ისინი ნავთობი აინტერესებს, ამერიკა ამით განთქმული სახელმწიფოა, რომ დემოკრატია დაამყაროს, ამიტომ ახალი არაფერი არის, ნანახი კინოა უკვე, ჩვენ რომ დაბადებული არ ვიყავით, ამერიკამ ეს პოლიტიკა ჰენრი კისინჯერის საგარეო პოლიტიკის დოქტრინაზე 80-იან წლებიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება. ანუ არაფერი ახალია. მე ხალხს უკვირდა ეს, აი მე როგორ გააკეთებ, რა არის გასაკვირი კაცო. რა არის გასაკვირი? მადლობა ღმერთს, დიდი რაოდენობით ნავთობი არ მაქვს ქვეყანაში. პირველად ვეუბნები, მადლობა ღმერთს, თორე რავი, მეც ამაფეთქებდნენ აქ. რაღაცაში ხანდახან ზოგი ჭირი მარგებელიაო და ეგ არის, თორე აბა ამერიკამ გაიგოს შენ აქ ნავთობი გაქვს. მაშინ გაახსენება დემოკრატია და მაშინ გაახსენება ადამიანის უფლებები. ხო, რა ბლეფია ეს ყველაფერი, რეალურად ეს არის კარგად ორკესტრირებული მაფიოზური სინდიკატი, რომელსაც პოლიტიკა ქვია მსოფლიოში და დიდი სახელმწიფოები ყოველგვარი სამართლისა და ყოველგვარი იმეების გვერდისავლით მოქმედებენ რა. რავი. ეს გიკვირთ რამე? ძალიან მარტივია, როგორც წარმოიდგინე ქურდული სამყარო, მაფია, იაკუზა, იგივეა პოლიტიკა, უბრალოდ სამართლის ენაზე რა. და სამართალი დიდ ადამიანებზე არ მოქმედებს. სამართალი მოქმედებს დაბალი ღობის ადამიანებს. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება. ამიტომ რა გიკვირთ? მე არ ვიცი. ხო, რავი, დალაიქეთ ვიდეო, თქვენი აზრი დაწერეთ დაბლა კომენტარებში, ალბათ დიდი ალბათობით დავემთხოვით ერთმანეთს და გავზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს დროებით.